უძველესი დროიდან ცნობილი ხალხურ მკურნალთა საგვარეულო თურმანიძეები ისტორიული წყაროების მიხედვით თურმანიძეების მალამოს მე-11 საუკუნიდან იყენებდნენ. ზურაბ თურმანიძე ტრადიციების ერთ-ერთი, მაგრამ არა ერთადერთი გამგრძელებელია. წლების წინ კი მან საკუთარი საწარმო თურმანიძე პლუსი შექმნა. უძველესი მალამო ამჟამად თანამედროვე შეფუთვით გამოდის, რომლის რეცეპტი მხოლოდ ოჯახის წევრმა მამაკაცებმა იციან. ადამიანები ისტორიით თურმანიძეების დინასტიით დაინტერესდა. ქირურგის დღე ტრადიციულად ჩემოვლით იწყება. საავადმყოფოში, სადაც რამდენიმე ათეული წელი გაატარა, თითქმის ყოველდღე მიდის. მაშინაც, როცა დასვენების დღე აქვს. თუმცა წლების წინ თურმანიძეების გვარის წარმომადგენელს ექიმობა არ უნდოდა. მაშინ მედიცინას გეოლოგობა არჩია. ოჯახის თხოვნის მიუხედავად, სამედიცინოს მაგივრად უნივერსიტეტში ჩააბარა. მიტაცებდა სახელმწიფო უნივერსიტეტი, ვაკეშეს უშველებელი გემივით შენობა. ჩამოვარე მოვეწყო იმ წელიწადს მითქვა გეოლოგობა, გეოლოგიურ ფაკულტეტზე. 3 წელიწადი ვისწავლე. მე ხო იცი სისხლის ყივილობა ტრადიცია მომთხოვა, გვარის გაგრძელება იყო, საჭირო უნდა გვარი გაგრძელებულიყო კაცზე და არა ქალზე. თურმანიძეების გვარი მრავალ ისტორიულ წყაროსა და ლიტერატურულ ნაწარმოებებშია ნახსენები. 10 საუკუნის მანძილზე თურმანიძეების მალამოთი უამრავი ადამიანი განკურნებულა. ცნობილია, რომ თურმანიძეები სამეფო კარის ექიმები იყვნენ. განკურნეს ომში დაჭრილი ალექსანდრე ჭავჭავაძე. ფეხის მოკვეთას გადაარჩინეს იტალიის ეროვნული გმირი. არის ასეთი ლეგენდასავით თქმული, რომ გარიბალდი, ჯუზეპე გარიბალდი, იტალიის გამათავისუფლებელი გმირი, მორჩენილია თურმანიძის მიერ. ეხლა როგორ რანაირად ამას თავის წინაპირობა აქვს, სპეციალური ლიტერატურა არის, სადაც ეს მე ამოვიკითხე და ჩემამდე მოვიდა ეს ამბავი. 1929 წელს კი ზურაბ თურმანიძის ბაბუას მკურნალობის უფლება ოფიციალურად მიეცა. მალაქია თურმანიძე, სხვათა შორის ვოროშილოვი მოურჩენია. ახსოვს დრო, როგორ მზადდებოდა მალამო ოჯახში. ადრეს მალამო სახში მზადდებოდა, ამასაც იყო მე-11, მე-12 აქეთ საუკუნეებში სახში დამზადების საშუალება. მე ბაბუაშები მალაქია, ხაშურელი მალაქია, ცნობილი მალაქია, სახში ამზადებდა შუა ცეცხლზე. წარსულით ამაყობს, მაგრამ ცდილობს მომავლით იცხოვროს. აქედან გაჩნდა თურმანიძე პლუსის შექმნის იდეაც. პასუხისმგებლობა, შვილი. დიდი პასუხისმგებლობა. ისი არ არის, რომ იზახო თურმანიძე ვარ, იმასავით, შოშიასავით. პასუხისმგებლობა დიდია. ტრადიციის მიხედვით მალამოს დამზადების საიდუმლოება გვარში მამაკაციდან ვარს გადაეცემოდა. ზურაბ თურმანიძეს იმედი აქვს, რომ საუკუნოვანი საიდუმლო მის ოჯახში კიდევ ბევრი წელი დარჩება.